გასული კვირის ნიუსებით თქვენს წინაშეა News Odyssey. ვეცდებით მოგიყვეთ საინტერესო ამბები კინოინდუსტრიიდან, ახალ გამოსულ ტრეილერებზე კინოსა და გეიმინგ ინდუსტრიაში და ასევე ფილმებზე, რომლებიც ნახვაც უკვე ჩვენს კინოთეატრებში შეგიძლიათ. მოეწყოთ კარგად და დავიწყოთ. Freaking out, I need a DD. I know you see me, yeah. Why you so greedy? I know you won't be me, yeah. Why you so needy? გამოვიდა Fallout-ის მეორე სეზონის ტრეილერი. ტრეილერი იწყება მაჰავის უდაბნოში, სადაც ხედავთ ლუის და გულს და ასევე ამ სამყაროს უმთავრეს ქალაქს ნიუ-ვეგას. ხედავთ, რომ ქალაქი ფაქტიურად არ დაშავებულა. რობერტ ჰაუსის მიერ დაყენებული დაცვითი სისტემის წყალობით. ჰაუსის როლი სერიალში მე მგონი უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი იქნება, თუ გულის სიტყვებს ვენდობით, სადაც ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი აქედან და ერთი კაცის წყალობით დაიწყო. რის შემდეგაც გვაჩვენებენ ჰაუს თავის სასტუმრო კაზინოში. ის ზის უზარმაზარ მონიტორის წინ, ზუსტად იმის წინ, რომლიდანაც ის ესაუბრებოდა მოთამაშეებს ნიუ-ვეგაში. თამაში ასევე მოთამაშეებს მოქმედებებიდან გამომდინარე იყო ჰაუსი გადარჩებოდა თუ არა თამაშის ფინალს. არ ვიცი ამას როგორ გაითამაშებენ სერიალში, მაგრამ ტრეილერში ესე ვთქვათ, ერთი პატარა მინიშნება იყო მცველი ვიქტორის სახით, რომელიც ეხმარებოდა კურიერს ჰაუსის მითითებით. თუმცა თამაში ჰაუსის სიკვდილის შემდეგ, თუ შევხვდებოდეთ ვიქტორს, ის დეაქტივირებული იქნებოდა. გადარჩენის შემთხვევაში კი აქტიური. ასე რომ შეიძლება ეს ერთგვარი მინიშნებაც იყოს, რომ ჰაუსი გადარჩება აღნიშნულ მოვლენებს. ასევე ჰაუს ნახავთ აპოკალიფსამდე ფლეშბექებში ახალი ვეგასისა, რომელიც აქამდე არ გვინახავს. ტრეილერში ასევე ვხედავთ ფრაქციას ცეზარის ლეგიონს, რომლებიც სავარაუდოდ აიყვანენ ლუსის ტყვედ, რადგან ისინი საბოლოოდ მათ ბანაკში აღმოჩნდებიან. მაგრამ მანამდე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ლოკაციაზე უწევთ გავლა, როგორიცაა სასტუმრო დინო დილაითი ნოვაკის დასახლებაში, სადაც მათ მოუწევთ ჯერჯერობით გაურკვეველი მოწინააღმდეგებთან შეტაკება. ასევე ერთი საინტერესო მინიშნებაც არის, სადაც ლუსი დინოზავრი დინკის პირში ზის. ის თამაში იყო სასნაიპერე, საიდანაც ნოვაკის მოსახლეობა ზეყენა ყარაული და ახდენდნენ პატრულირებას მიდამოების. ბოლოში კი გვაჩვენეს ყველაზე საკულტო მონსტრი თამაშიდან სიკვდილის ბრჭყალი. მართალია თითქოს რაღაცა ოდნავ მომცრო ვერსია, მაგრამ რაც არის ესა. მეორე სეზონს უნდა ველოდოთ 17 დეკემბრიდან, მაგრამ ამჯერად არ იქნება ისე როგორც მივეჩვით. ანუ სერიებს ერთი არ დადებენ, არამედ ყოველ კვირა თითო სერია. სერ იან მაკკელენმა კვლავ დააინტრიგა მაყურებელი. ინტერვიუში მან გაამხილა ერთი თითქოს პატარა საიდუმლო სამმავლო ფილმზე გოლუმი, სადაც ის ამბობს, რომ უნდა ველოდეთ როგორც გენდალფს, ასევე ფროდოს. მან ერთდროულად ორი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟის დაბრუნება გვახარა შუახმელეთის ფანებს. და თან გენდალფი სულ სხვა იერს და ესე ვთქვათ გაქანებას მისცემს სიუჟეტს. ფილმი იქნება ორიენტირებული სმიაგოლმის, იგივე გოლუმის საფუძვლიანად გახსნაში და ჩაღრმავებაში. ბევრისთვის ის მეორე ხარისხოვანი პერსონაჟია და ამ დროს რეალურად ხერხემას წარმოადგენს აღნიშნული ისტორიებისა თუ გარკვეული მოვლენების. ენდი სერკისი უდავოდ უნიჭიერესი მსახიობია და ამჯერადაც რომ იდეალურად შეასრულებს და გადმოსცემს გაურეგული სმიაგოლმის ეჭვიც არავის არ გვეყარება, მაგრამ აი რეჟისურა თითქოს პანერვიულებს. ალბათ აღნიშნული ლორის გულშემატკივრებისა და იმედია თვით ჯექსონის პატრონაჟით ყველაფერი კარგად იქნება და დაგვიბრუნდება ესე ნანატრი უსაყვარლესი ფრანშაიზი. ბონდიანას გარშემო უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია. როგორც მოგეხსენებათ, სოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა გამოისყიდა ბონდიანას უფლებები. და შესაბამისად, მის ბოლომდე გამოწურვას აპირებს, იმიტომ რომ აღნიშნული კალიბრის ბიზნესმენები 8 მილიარდს არაფერში იხდიან ტყუილად. მაგრამ მასაც ქონია ერთი მანკიერი ჩანაფიქრი. მის ახალ პასიას ლორენა სანჩეს ძალიან ზდომებია ბონდის გულთამყრობელი ქალბატონის როლის შესრულება. და როცა ამხელა თანხას იხდი, ეჭვი მეპარება ვინმე აღუდგეს წინ მის კაპრიზებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯერ ჭორებია, მაგრამ კვამლი უცოცხლოდ ზოგადად არ ჩდება ხოლმე. ასევე გამხილეს ახალი სცენარისტის ვინაობაც. ეს იქნება სტივენ ნაიტი. მისი შემოქმედებიდან ალბათ ყველაზე პოპულარული, რაც შეიძლება ვიცოდეთ, ეს არის ალესილი კეპები. დენი ვილნოვთან ტანდემში მგონი რაღაცა კარგი გამოვა. თავარია, ეხლა ბეზოსმა არ მოინდომოს ბონდის როლის შესრულება. Netflix-მა დაიწყო ასევე საკულტო ფილმის ნარნიას ქრონიკების გადაღება. ქსელში გავრცელდა სურათები გრეტა გერვიგის საგის მე-6 ნაწილის ჯადოქრის დისწულის გადასაღები მოედნიდან.
სეზამჩნევია, რომ მოვლენები 50-იან წლებში ვითარდება. ახალი ნაწილში კარგად გავიცნონ პროფესორ დიგერი კერკს, ვისთანაც პირველ ნაწილში გაუშვეს ბავშვები ომისგან თავის დასაღწევად. მაგრამ სიუჟეტი თვითონ დიკერის ბავშვობაში ვითარდება, ესე ვთქვათ, პრიკველს მივიღებთ, სადაც დიგერი მოგზაურობს კარადის მეშვეობით სამყაროებში და შეხვდება თვითყინულის დედოფალსაც. ერთადერთი ისაა საშიში, რომ ნარნიას შემქმნელებსა თუ უფლებების მქონეებს ხონი ცხოვრება არაფერს ასწავლის, რადგან მათი პირველი ეკრანიზაცია ფაქტიურად ჩაიკარგა ლეგენდარული ჰარი პოტერის სტილში და ახლა ამდენი წლის მერე მაინც მაშინ ჩამოაგვთაროდან აღნიშნული ისტორია, როცა ჰარი პოტერის გადაღებებია დაწყებული. არ ვიცი. ნახოთ, ამჯერად თუ შეძლებენ სათანადო კონკურენციის გაწევას, რაშიც სიმართლე გითხრათ დიდი ეჭვება. კევინ კოსტნერი სასამართლო დავაში გაეხო. მას უჩივლა კასკადიორმა დევინ ლაპელამ. კასკადიორის გარდა დევინი იყო დუბლიორიც გარკვეულ სცენებში კევინ კოსტნერის ახალ ფილმს ჰორიზონტში. ლაპელას საჩივარი მიუთითებს, რომ მან განიცადა უდიდესი შოკი, დისკომფორტი და შეურაცხყოფა. ის ამტკიცებს, რომ მას მოუწია მუშაობა მომზადებელ, სასტიკ და აღვირახსნელ სცენებში, რომლითაც ის მზად არ იყო, იმიტომ რომ არავის გაუფრთხილებია და არ დათანხმებულა სექსუალური კოორდინატორის გარეშე. მესმის სასწაული სამუშაო ადგილებია ჰოლივუდში. რა თქმა უნდა, კოსტნერმა უარყო ეს ყველაფერი და საპასუხო სარჩელიც შეიტანა კალიფორნიის უმაღლეს სასამართლოში, სადაც ის თავის მხრივ ადანაშაულებს დევინ ლაპელას ცრუჩვენებაში და ამბრალებს, რომ ის განზრახ ცდილობს მისი სახელის შელახვას. აქვე დაძინა, რომ ის ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს, რომ არა მარტო მისი, არამედ მისი შემოქმედებითი გუნდი დაცული იყოს ამგვარი ცრუ ბრალდებებისგან და ის უკან არაფერზე დაიხევს. გადამღები გუნდის სხვა წევრებმაც თავის მხრივ მიმართეს სასამართლოს ერთობრივი სარჩელით, რომ დახურონ ლაპელას საქმე მისი აბსურდულობის გამო და ასევე თან დაურთეს სურათები გადასაღები მოედნიდან. აღნიშნულ ქალბატონთან ერთად, სადაც ის საერთოდ არ ჩანს დაშოკილი თუ შეურაცხყოფილი, არამედ გადაღებების საკმაოდ მშვიდ და პოზიტიურ გარემოში მიმდინარეობდა. დაველოდოთ სასამართლოს, მაგრამ პირველი შეხედვით აშკარა აფიორასთან გვაქვს საქმე. მორალური ზიანის გამო ფულის გამოძალვით. და რომ დადასტურდეს, რომ აღნიშნული ქალბატონი ცრუობდა. ჯერ ხომ კომპენსაციასაც არ მიიღებს და პლუს ამის მერე ვინ გარისკავს მასთან საქმის დაჭერას. შეიძლება ერთ დღეს გიღიმოს, მეორე დღეს გიჩივნოს. მორალური უფლებების შელახვის გამო. რატომ აიტკივებ თავს, როცა ჰოლივუდში კადრების სიმცირე ნამდვილად არაა. არ მინდა ნამდვილად წინ გავასწრო მოვლენებს, მაგრამ სამწუხარო რომ დღევანდელი სარგებლის გამო ხალხი როგორ იფუჭებს სახელს და იღუპავს კარიერას. ახლახან Amazon-მა მოახდინა ფულის ინვესტირება ახალ სტარტაპში Fable Showrunner. Showrunner არის ერთგვარი გენერატორი, რომელსაც სწორად შევსებული ტექსტისას შეუძლია არა მარტო სცენა, არამედ მოკლე ნაწყვეტიც კი დაგიმუშაოს და გამოსცეს. ჟანრების არჩევა უკვე არსებულ პროექტებიდან შეგიძლიათ, იქნება ეს ბეჭდების მბრძანებელი, რამე ნუარიდან თუ თუნდაც საუს პარკი. ასევე პერსონაჟებიდან საკუთარი თავის არჩევაც კი შესაძლებელია. როგორც ირკვევა, დიდი კომპანიები უკვე ჩუმად მიმართავენ ამ ხელს. მაგალითად, Wall Street Journal-ი მოგვახსენებს თავის სტატიაში, რომ Disney Moana-ს კინემატოგრაფიული ვერსიის გადაღებებისას უნდა Dwayne Johnson-ის კოპიის შექმნა. კომპანია ამას იმით ხსნის, რომ მათ უნდათ Dwayne-ის დატვირთული გრაფიკის გამო მისთვის გადაღებების დღეების შემცირებია და არაფერ შუაში არ არის აქ ფული და ეკონომია. მათ უნდა დუეინის ბიძაშვილი აიყვანა, ტანო ერიდი, მოძრაობის დამჭერის სენსორებით გადაეღო და უკვე შემდეგ post-production-ზე შეეცვალათ მისი სახე ჯონსონის სახით. მაგრამ სანამ დისნეის ბოსები თავისი უძირო ჯიბეებზე ფიქრობდნენ, მგონი ახლოვდება ის დრო, როცა ნებისმიერი შევძლებთ ფილმის შექმნას კარგი იდეით. და როგორც იქნება, წინაპლანზე წამოიწევს ისე ორიგინალურად, კრეატივ და არა ის ვის უფრო დიდი ბიუჯეტი აქვს. მოთმინების უსულო კინოფილმებად გადაკეთება ცუციზრად მოგვეჩვენება. რადგან მაგალითად ნეიროქსელმა ჰიქსფილდმა სულ ახლახან მიიღო განახლება, რომლის წყალობითაც უკვე შეგვიძლია სურათებსა თუ სცენებში გარკვეულ უბნებზე ვიქონიოთ გავლენა. მაგალითად, ნიშნავთ ობიექტებს, ვუწერთ მოვლენას და ვიღებთ მზა სცენას, ექსპოზიციის უკანა ფონის, ზოგადად სტილისტიკის ცვლილების გარეშე. Google რა თქმა უნდა ამ ყველაფერს არ ჩამორჩებოდა და ნამდვილი საჩუქარი გაუკეთა თამაშების მოყვარულებს, ჯენ 3-ის სახით. სადაც თქვენი ტექსტური მოთხოვნის წყალობით არა მხოლოდ სცენებს, არამედ მთელ ინტერაქტიულ სამყაროებს შექმნით, რომლის მართვაც შეგეძლებათ, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ჯენის წყალობით შეგვიძლია შექმნათ ვირტუალური რეალობა, სადაც ასევე შეგვიძლია შექმნათ ყველაფერი, რაც გვინდა და ეს ყველაფერი ინტერაქტიული იქნება.
გონი ვიღაცა წითელი აბია ირჩი. ფესტივალზე ასევე გვაჩვენეს საკმაოდ საინტერესო პოლონური კომპანიის Bluebird Team-ის თამაში Chronos New Dawn-ის თრეილერი. თრეილერი საკმაოდ საინტერესოდ იწყება. თამაში გვთავენ ჯერ კატის თვალით დანახული პოსტაპოკალიფტურ სამყაროში და მხოლოდ შემდეგ გადავდივართ მთავარ გმირზე, რომელსაც უწევს საშინელებებთან შერკინება. სიუჟეტი ვითარდება კრაკოვის გამოგონილ რაიონში ახალი ნათება. თამაშის სიუჟეტი აგებულია დროში მოგზაურობაზე, რომ გადავარჩინოთ სამყარო მომხდარი აპოკალიფსიდან. გვიწევს ორ დროებით ხაზში მოგზაურობა, როგორც განადგურების პირას მყოფ მომავალში, ასევე ანტიუტოპიურ 80-იანებში, საიდანაც დაიწყო დასასრული. თამაშის ტრეილერს ველოდებით უკვე 5 სექტემბერს. Gamescom 2025-ზე Capcom-მა წარმოგვიდგინა ახალი გეიმპლეიანი ტრეილერი Resident Evil Requiem-ისა. ახალ ტრეილერში ძირითადად აქცენტი იყო გაკეთებული Grace Ashcraft-ისა და მისი გადაადგილებაზე დამთქმელ გარემოში, რომელიც სიუჟეტურ ცენტრად წარმოგვიდგება. ასევე გვაქვს ფლეშბექები, სადაც თავარი გმირის წარსულსაც გავეცნობით, როგორც პერსონალურს, ასევე ოჯახზე და განსაკუთრებით მისტიური ისტორიას დედასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ხდება პარალელურად ჩვენი გადაადგილებისა ოთახებში, რომელიც შეიძლება სასიკვდილო ხიფათით იყოს სავსე. იყვნიან ჟურნალისტებს გეიმპლეისთან გაცნობის საშუალებაც მიეცათ, რის შემდეგაც გაგვიმხილეს, რომ შეგრძნებები თითქოს საწყისებს დაუბრუნდა თამაში. აქცენტირებული უფრო გამოძიებაზე, დამთქმელი გარემო და კლაუსტროფობიულად ვიწრო კორიდორებით. ახალ ნაწილში ასევე წარმოგვიდგება უძლეველი მოწინააღმდეგე, როგორც იყო მეორე ნაწილში ტირანი, მაგრამ ამჯერად განსხვავებული გეიმპლეით. წინა ნაწილები უბრალოდ გაქცევა, არამედ აქ დაგჭირდება სინათლის ძებნა, რადგან ახალ მონსტრს ეშინია შუქის. რეალის ველოდებით 27 თებერვალს 2026 წლის. დღეს ამით დავასრულოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო და გვალაიქეთ, თუ ზოგადად კონტენტი არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები და აბა მომავალ ვიდეობამდე. კარგად.